ნუ გგონიათ, რომ თქვენს სხეულს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ვინმე ჯონისას. ნუ გააკეთებთ იმაზე მეც თქვენი სხეულისთვის, რამდენსაც ჯონისთვის აკეთებთ. ესაა რელიგია. მირიან გორგოძე. რამდენი ადამიანი ხართ, სულ? 4 ვართ. 2 დღისვენა, 2 გამისვენა. ხო არ გიჭირთ, ძალიან. როგორ ახერხებთ თქვათ ოჯახის შენახვას? კი. აქ საუბრობთ შესაძლოა ზოგადად დაჩენილია. ალბათ გლეხის ოჯახში, შემელი ადამიანების ოჯახში. სკოლაში ცოტა გადაცემული ვიყავით ცეკვით. ამოდილებს მასწავლებელი ოლიმპიადები დავდებოდა, მაგრამ სწავლას ვერ იდებოდი. მომდარი საშუალო ამიცოს კულტურის სამართლებრივში და ჯამოსვისთან სოციალურ მუშაობაზე სადაც გაგწიოდა ცნობადა ადამიანები და მეც კალკევა პროგრამების შეკეთებას და ფაქტობრივად და ასეთ რაღაცას. სწავლობდი ჯერმანული ბავშვი და ასე სამი და საკუთრებული და პრობლემა რა თქმა უნდა ძალიან ფაქტორია. ზედას ძლიერობიან, რაც ეხლას გამოყვა თავიდან. მევადერ დღესაც იტვალისწინებთ. უბრალოდ სოციალიზმის ჩევერს. იმედია ხოში გადაწყვეტილებები ისეთიც რომ ჩემი პიროვნება. შემდეგ რომ დაფიქრები რომ უთავრობთ ამიგია. ასეთაც ჩემშულებსაც და ეგრევე ჩემშულებსაც ვსტიგობ რომ როგორც მე გამზარდები. სიგნალობით პატიოსნობით. აბობილება, ეძმიერება, იმიტომ რომ გამაჩნია 2 შვილი, საყვარელი მეუღლე, რომელიც ჩვენ თან ძალიან პატრიოტებს. ხშირად ადიხართ აქ? კი. ანუ მომსახურებას ხშირად გიწევენ, ხო? რამდენად მაყოფილი ხართ? ვარ მაყოფილი ხო არ მოვა. აშტი ყოველდღე. ამან ხარით, მეორე მან ხარით. ჩვენ თვითონ ინტერნეტი დავიწყე. ინტერნეტში ვახრო როგორ საჭიროება სიახლეებს. რა სიმრავლე, რა კიდევა მომსახურებას ინტერნეტიდან გეუბნები. მაგას ვარდრო, რა მოგდები მომსახურებას, აუცილებლად სოციალურობას, ინოსუბული. ჩემი შვილი მეუღლესთან ერთად. სამომნატრება ხოლმე სახში ზამოაქვს კომპიუტერი და ისკაი. ანახებია ხოლმე, და რომ მენატრება, როცა მიდულაკούμε დაცილებული ხოლმე. დილას მოდივა კიდევ თან სიგნალს ხოლმე და მიჭის მასთან ურთიერთობა. არის საშუალება. ილეთები კანზატორის ხალხი ინტერნეტში არა. კომპიუტერი რა ვენუიდია. ყავილი. რომელია საყვარელი გუნდი? გამორჩეულად ყავთ? საყვარელი რა თქმა უნდა მანჩესტერი. ორზანდი ბატონო მერიან. გაიცანი ჩემი ოჯახი, ჩემი ლამაზი, საყვარელი ოჯახი. აი, სულ რა თქმა უნდა საღამოს საათებში და საერთოდ არ ვარ ხოლმე სახლში. იმიტომ რომ არ მცალია. ეს არის ჩემი ლიანა. ეს დექსტერზადი ერთად ამას. ერთად ხურობთ. ერთად წერს ჭაბანს. რა თქმა უნდა
ვიყვარს ერთმანეთი რომ ახმარებოდა ალბათ დაგამის ვერ მოვახსენებთ. ეს ჩემი ძალია. შვილი რომელიც უკვე იძინებს. რომელსაც ვერ სწრაფობენ მოგვიწევს. ეს შვილი ბიჭი შალვა. ეს კიდევ გოგო შორენა. ეს ვარ ჩვენ. გავცემთ ქუთაისში. შემდეგ ორი წელიწადი ერთმანეთს ეს ლაბორატორიებით. შემდეგ მოგვიხდა ასეთი კურიოზი, მაგრამ მაშინ მესეჯები არ იყო, ტელეფონი არ იყო. მესირო წერლებს. ყავდა მანქანა. დავსეირნობდით ხოლმე ერთად. მოხდა ასეთი კურიოზი, ასგარდაცელებული დეიდა ყავდა. სოფიო სახელი ყველაფერი იცოდა და კაიგო ჩემი ამბავი რომ მერაბი ვიღაც გოგოები წაიყვანა სოფელში ბიზამისთან და არის თუ ერთ ამბავში რომ აი ასეთი ასე გააკეთა ეს ცოტა უცნაური გოგოები წაიყვანაო ის კი არ იცოდა რომ მისი დიშვილი გასასეირნებლად ყავდა სასეირნოდ წაყვანა მარტო აკორფიგა ბოდიში არა რა თქმა უნდა მეგობრებთან ერთად ვიყავით მე გახსენებ გოგოები Alba motiva dele voto. Lá o Gezineba, tchau, vamos Deus. Cai? Tchau, meu nanaci babu. Que nada chama se nem ver nosso, só para fazer mara. Vamos chamar sal, vamos chamar წყნარიგაცე. ჩვენ დავოჯახდით მეორე წელია უკვე. ჩვენ ოჯახში მუშაობს ორი ადამიანი, მე და მამა ჩემი. Ну, დღევანდელ პირობებში რაც აგოქ შემოსავალი ოფნის ასე თუ ისე. შეიძლება თავის მე დაკავებული ვარ მუშაობ, როცა თავისუფალი ვარ ხოლმე, ამასაც ვეხმარები. მოგითხარ რომ ჩასმა დახურით და ძალიან იგი ტრიაკა აღმოჩნია ძალიან. თავია საჭმელი, არქციოდეს და არქციოდეს. დანარჩენი შეძლებს დაგვაქვს. ვანაწილებთ ოჯახში ერთობლივად. მეუღლეს ვენდობი და ეკონომიკაში ხავს კაცესები. ჩემი მეუღლე მაგალითად მსახურობდა მაგი, სანახშულები შეგვეძინებოდნენ. დაავადებები თავი. მოითხოვა ასე ოჯახმა. მისი ნამზები არა, რა თქმა უნდა, ქარს როგორი განხრას აქვს, როგორი ეზეკილებს აქვს, იმას თუ პოლიტიკური აქვს, იმას თუ ოჯახის დასახლისობა, იგი რაღაც გარეთ უნდა იყოს ამ თუ და საზოგადოებრივ რამე მოითხოვს ასეთი დროს. რა თქმა უნდა. დემოკრატია უნდა ქონდეს ქარს. მაგრამ ის თავის ქართველი თავია, სადაც არ უნდა იყოს, ასე უნდა დაასწროს, სწავლობ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში. მეოთხე კურსზე ვარ. ინგლისური ენის სპეციალისტი. ვამთავრებ წელს, შემდეგ ვაპირებ დავიწყო მუშაობა და ასევე ჩემი ხარჯებით ესე ვთქვათ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს წავიდე საზღვარგარეთ და ჩემით მოვიწყო ცხოვრება. და ესე თუ ისე მართალია, ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებთ, რომ ოჯახში მქონდეს ესეთი მეგობრული და ასე რომ ვთქვათ, ჰარმონიული ურთიერთობა. სამსახური მაქვს ისეთი, რომ 1000 ჭკუის კაცი შემოდის ხოლმე და როცა სხვასთან სხვა საუბარი გაქვს, ზოგს ის მოწონს, ზოგს ის მოწონს და არ ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს ხოლმე და ამაში მანდახა ცხარედებადებში გადავდივართ და მე სტარდები ხოლმე. მალე მინდა რომ მე ვიწყო ეს ყველაფერი წენა და ჩვეულებრივ რითში ჩავშდე და ჩვეულებრივ ადამიანს ვინც შემოვა მის მაგივრებს ხო ეს შეხვდე ჩვეულებრივ როგორც ეკუთვნის ადამიანს. არასდროს ვარიანტი რომ მეორე დღეზე და მესამე დღეზე არის აცმარებლად როცა ვარ ხოლმე ერთი მეცნიერთა იმენის საშუალება და ადამიანებს რომ დამახმარებიან. ეს მეცნიერები ერთად გამიგონია პური კაცსა ქუჩებსა და აინტერესებს ერთ გამახუჩებს თუ არა. უბრალოდ თორმეტის ნახევარი. მე და ჩემი ზედეს. აბა, არ გასაგებთ. თბილისის გისურვებთ. წავედი დილას. ადრე ვარ ასამბლეა. ამენები